ჯერ კიდევ უცნობია უშუალოდ რა ტიპის სპეციალურ საშუალებებს იყენებდა შინაგანსახმა სამინისტრო პროევროპული დემონსტრაციებისას 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მშვიდობიანი დემონსტრანტების მოქალაქეების წინააღმდეგ და იყო თუ არა ამ საშუალებებში გარეული ქიმიური ნაერთები. ეს გამოძიების საგანი იქნება ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე. ამაზე საუბრობს შინაგანსახმა სამინისტროც და საუბრობს ასევე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. თუმცა მანამდე განხილვის საგანი არის ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაციის მიერ გამოქვეყნებული საგამოძიებო მასალა, რომელიც ხელმისაწვდომი არის როგორც ვებ ვერსიით, ასევე დოკუმენტური ფილმის სახით და ტელეკომპანია ფორმულა აუცილებს BBC-ს პასუხს, რომელიც მიმართული არის ქართული ოცნებისთვის, კონკრეტულად კი ამ განცხადებაში ნათქვამია, რომ მომზადებული მასალა მოიცავს არაერთ წყაროს მტკიცებულებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, მათ შორისაა თავად დემონსტრანტების არაერთი ინფორმატორის, გაეროს ექსპერტების და საქართველოში მომუშავე ექსპერტების ჩვენებები, ასევე სამედიცინო კვლევები, წერილობითი საბუთები და ანგარიშები. ეს რეპორტაჟი მტკიცედ ემსახურება საზოგადოების ინტერესს და შეგროვებული მტკიცებულებები აუდიტორიას ნათლად წარედგინა. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ჟურნალისტურ სამუშაოს და მადლობას ვუხდით მომანწილე მამაც კონტრიბუტორებს, ნათქვამია BBC-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც როგორც გითხარით, ტელეკომპანია ფორმულა აუცილებს. მე გეტყვით, რომ ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაციის მომზადებულ საგამოძიებო მასალაში ფიგურირებენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მაგალითად საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, ასევე პროევროპული დემონსტრაციებისას დაშავებული მოქალაქეები, რომელსაც უშუალოდ შეეხოთ იმ სპეციალური საშუალებების გამოყენების ეფექტი, ასევე სამოქალაქო აქტივისტები და არაერთი წყარო და მტკიცებულება აქვს მოყვანილი BBC-ს ამ მასალაში, მათ შორის პოლიციის ფაილები აქვს მოპოვებული, რომელიც თარიღდება 2019 წლით. და რაც შეეხება თავად არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, საქართველოში მოქმედი 25 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია დღეს ერთობლივ განცხადებას აუცილებს, მოწოდებით, რომ სათანადოდ იქნას გამოძიებული საქართველოში განვითარებული პროცესები და სათანადოდ იყოს გამოძიებული თუ რა ტიპის საშუალებებთან ხომაც საქმე მოქალაქეებს, როდესაც საპროტესტო აქციებს შლიდნენ ნოემბერ-დეკემბერში გასული წლისა. ერთობლივ განცხადებაში სამოქალაქო ორგანიზაციები ეხმაურებიან ამ მომზადებულ მასალას და მათი შეფასებით ქიმიური ნივთიერებების ხალხის დიდი მასების წინააღმდეგ გამოყენება ცალსაღრად არღვევს ადამიანის უფლებათა სფეროში მოქმედ საერთაშორისო ნორმებსა და სტანდარტებს. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით ეს ქმედება შესაძლოა შეფასდეს როგორც წამების არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტები, რისთვისაც საჭიროა საერთაშორისო გამოძიების ჩატარება. მათივე განცხადებით უახლოეს დღეებში მიმართავენ შესაბამის ორგანიზაციებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ასევე ინსტიტუტებს, რათა შესაძლებელი გახდეს საქართველოში მოვლენილ იქნენ შესაბამისი კომპეტენციისა და კვალიფიკაციის მქონე ექსპერტთა ჯგუფები, რათა ამ დანაშაულებების სქემას, როგორც ისე ამბობენ, ბოლომდე აიხადოს ფარდა. ასევე ცალკე განცხადებას აუცილებს წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი, რომელიც არის ასევე ამ განცხადების, ერთობლივი განცხადების ერთ-ერთი ხელმომწერი ორგანიზაცია. მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო ვალდებული უზრუნველყოს სრული გამჭვირვალობა და საჯაროს შემდეგი ინფორმაცია, მათ შორის არის რა ქიმიური ნივთიერება გამოიყენება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მშვიდობიანი აქციების დარბევისას, ვინ მიიღო გადაწყვეტილება მისი შემოტანისა და გამოყენების შესახებ, რატომ გამოიყენა პოლიციამ ისტორიულად საშიში და ადამიანისთვის მძიმე შედეგების მქონე ქიმიკატი და მათივე განმარტებით ეს არ არის მხოლოდ სამართლებრივი საკითხი, ეს უკავშირდება საზოგადოებრივ ჯანმრთელობას და მოქალაქეების უფლება არის, რომ იცოდნენ რა ტიპის საშუალებები იყო მათ წინააღმდეგ გამოყენებული. რაც შეეხება ასევე კიდევ ერთ ხელმომწერ ორგანიზაციას და კიდევ ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც მუშაობდა მათ შორის სპეციალური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით და მოითხოვა ჯანმრთელობის სამინისტროსგან სათანადო ინფორმაციის გამოწვევა 2025 წლის 28 იანვარს საუბარია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაზე. მათ რამდენიმე კითხვით მიმართეს ჯანმრთელობის უწყებას. მათ შორის იყო რა ქიმიური ნივთიერებები გამოიყენებოდა, მათ შორის იყვნენ თუ არა ამაში ჩართულნი სპეციალური პირები, იყო თუ არა ცნობილი ექიმებისთვის, სამედიცინო პერსონალისთვის, როგორ უნდა ემოქმედათ იმ შემთხვევაში თუ გართულება მოყვებოდა, მათ შორის სუნთქვის თუ სხვა ტიპის გართულებები დემონსტრანტებს შორის და არსებობდა თუ არა მე სახელმწიფო წესები, როგორც პოლიციისთვის, ასევე სამედიცინო პერსონალისთვის. დღის განმავლობაში ასევე არ წყდებოდა გამოხმაურებები პოლიტიკური სპექტრიდან. ლიკა გახარია, რომელიც არის ფედერალისტების წევრი Facebook პლატფორმაზე
წერს რომ რატომ შეიძლება ბრომო ბენზილციანიდის გამოყენება, ანუ იგივე კამიტეს გამოყენება, რომელიც BBC-ს მასალაში არის მაგალითად მოყვანილი, შეფასდეს როგორც ქიმიური იარაღების შესახებ კონვენციის დარღვევა. პირველი მიზეზი, რადგან ის არ აკმაყოფილებს Riot Control Agency-ს განსაზღვრებას, მე გეტყვით მაყურებელს განვუმარტავ, რომ ეს არის დემონსტრაციების დასაჭრად განკუთვნილი საშუალებების ნუსხა, რომელიც განსაზღვრავს, რომელი ნივთიერების გამოყენება არის სახიფათო ჯანმრთელობისთვის და რომელი არა. ქიმიური იარაღების კონვენცია ამ საშუალებას განსაზღვრავს ძალიან მკაცრად, უნდა იწოდეს მხოლოდ დროებით მცირედ მალე გამავალ გაღიზიანებას, თვალების, ცხვირის ან კანის გაღიზიანებას და არ უნდა იყოს ტოქსიკური ან ხანგრძლივი ეფექტის მქონე. ასევე ფედერალისტების წევრი ლიკა გახარია განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში თუ თუნდაც არც თუ ისე მძიმე ალერგენებით, არც თუ ისე მძიმე სპეციალური საშუალებებით მოქალაქეებს ჯანმრთელობის ხანგრძლივი დაზიანება მიადგათ, ეს შეიძლება მაინც გახდეს სამართლებრივი დავის საფუძველი საერთაშორისო დონეზეც. და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ასევე მიმართავს კონკრეტულ ორგანოებს საერთაშორისო დონეზე, მისი ადრესატები ამ შემთხვევაში არიან ელჩი ფერნანდო არასი, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ვოლკერ თურქი, გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარი, ასევე მაიკლ ოფლაერტი, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისარი და ის ასევე მოითხოვს გამოძიების დაწყებას 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მოვლენებთან დაკავშირებით. მოქალაქეებიც აქტიურად წერენ თუ რა ტიპის სპეციალური საშუალებები გამოიყენებოდა გასული წლის განმავლობაში. ლიკა ჭელიძემ წერალი საუბრობს თავის შვილზე, კეთი ხომერიკთან დაკავშირებით, რომელსაც მისი თქმით აქვს ჯანმრთელობის გართულებები. 2024 წლის შემდეგ მისი თქმით ბავშვი არის ყოველდღიურად ცუდად და ის საუბრობს, რომ ერთ-ერთ საღამოს, როდესაც საპროტესტო აქციას შლიდა სპეცდანიშნულების რაზმი, მას და მის მეგობარს შეასხა დამიზნებით სპეციალური საშუალება და დამატებით წყლის ჭავლით, როდესაც ისინი ცდილობდნენ რომ განერიდებინათ სხვა მოქალაქეებისგან და პოლიციელები. სასუნთქი გზების და წიაღების ანთებას ვუმკურნალეთ, თუმცა ცხვირიდან სისხლდენა მაინც გაგრძელდა წნევები და უეცრად დაბალი წნევა, ასევე პულსი მუდმივად მაღალი, თავის უსაშუალო ტკივილები და ხმაური ყურებში, რომელიც თვეები გაუგრძელდა. ამ სიმპტომებს, რომელსაც წერ, იწოდეთ, რომ ეს აქვს ყოველდღიურად. მსგავსი გამოხმაურება დღის განმავლობაში იყო არაერთი და მათ შორის ყურადღება უნდა გავამახვილოთ ალექსი თირქიას შემთხვევაზეც, რომელიც პროევროპული დემონსტრაციების დროს მძიმედ დაშავდა და 7 დღის განმავლობაში იყო კომაში. მათ შორის ის აცხადებს, რომ ერთ წელი მას შემდეგ გავიდა დღეს, რაც სახე დაუმსხვრეს და სახელმწიფო მაჩვენა რა მარტივად შეუძლია ადამიანის ტკივილი ფაილად გადააქციოს. დამნაშავე კი დღემდე თავისუფლად ადის წერს ალექსი თირქია, რომელიც ერთი თვის განმავლობაში კლინიკაში იწვადა, აქედან 7 დღე იყო კომაში. მის ფოტოსურათს განზრახარ გაჩვენებთ კადრის სიმძიმიდან გამომდინარე. რაც შეეხება მმართველი პარტიის გამოხმაურებას მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ქართულ ოცნებაში ამბობენ, მაგალითად პრემიერ-მინისტრი ერგლე კობახიძე, რომ სპეციალური საშუალებების გარევა, მათ შორის წყლის ჭავლში არ არის შეზღუდული საქართველოს კანონმდებლობით, იგივე პოზიცია ქონა მაგალითად შინაგანსაკუთრებათა მინისტრს და მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე დარახველიძეს, მათ შორის შარშან დემონსტრაციების დაშლისას, თუმცა მათი თქმით მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება ჩატარდეს და პასუხი გაეცეს არსებულ კითხვებს. თუმცა ისინი გამორიცხავენ, რომ რაიმე ტიპის ქიმიური საშუალება იყო გამოყენებული კამიტე, მათ შორის მაგალითად ვახტანგ გომელაური, შინაგანსაკუთრებათა იმდროინდელი მინისტრი, გუშინ ტელეკომპანია იმედთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებდა, რომ 2012 წლამდე იყო შემოტანილი ეს ნივთიერებები, თუ არ ვცდები ბოლო შეძენა 2009 თუ 2010 წელს უნდა იყოს განხორციელებული, მას შემდეგ შესაძლოა ის არ შეუძლებელია და გამოუყენებია და ვახტანგ გომელაური და მის განცხადებას ტელეკომპანია იმედი აუცილებს, თუმცა დღეს გელა გელაძე მოქმედება შინაგანსაკუთრებათა მინისტრმა თქვა, რომ არასდროს არ შეუწყიდია საქართველოს მსგავსი ტიპის ქიმიური საშუალებები. ცელებული ბრალდება, რომელიც შეეხება შინაგანსაკუთრებათა სამინისტროს მხრიდან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ აკრძალული ნივთიერების ეგრეთ წოდებული კამიტის გამოყენებას არის სრული აბსურდია, სიცრუე, არანაირი სიმართლე ამას არ შეესაბამება. მე პირადად გავეცანი ყველა დოკუმენტაციას, ყველა შესყიდვას, რომელიც კი განხორციელებულა მიმართულებით და სრული პასუხისმგებლობით და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ არასდროს საქართველოში შინაგანსაკუთრებათა სამინისტროს არ შეუწყიდია ეგრეთ წოდებული კამიტი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება მოგეხსენებათ, რა თქმა უნდა დაინიშნება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა, გამოიკითხება ყველა ადამიანი და გაიცემა აბსოლუტურად ყველაფერს. ვახტანგი რასაც გულისხმობდა 2009 წელს არის სხვადასხვა ნივთიერებების შესყიდვა უბრალოდ გაგიცნობდა იმედები და ეს არ არის კამიტი. აქციების დროს არანაირი ჯანმრთელობისათვის საშიში ნივთიერება არ ყოფილა შინაგანსაკუთრებათა სამინისტროს მხრიდან გამოყენებული.
არ შეიძლება BBC საერთაშორისო მედია ხელმძღვანელობდეს იგივე სტანდარტებით, როგორც ხელმძღვანელობენ ფიქ ტელევიზიები საქართველოში, ხო? თუმცა ჩვენ ხედავთ, რომ აბსოლუტურად გათანაბრებულია სტანდარტები, უარყოფითი გაგებით, მარტივი ტყუილით შეიძლება იკადროს ტელევიზიამ, BBC-მ ამ შემთხვევაში, რაც არის ძალიან სამწუხარო და დასანები. თავისთავად ის ფაქტი, რომ ჩახუნაშვილის დასკვნას ეყრდნობა BBC, ეს უკვე მეტყველებს ამ ტელევიზიაში სტანდარტების დონეს, ხო? ეს დონე არის ძალიან დაბლა დასული. ყველას ძალიან კარგად მოიხსენება, რომ მამაშვილი ჩახუნაშვილები არიან რადიკალური აქციების ხუნხურვალე მონაწილეები. ერთ-ერთი მათგანი მონაწილეობდა პრეზიდენტის სასახლეზე შტურმში. როდესაც ასეთ ადამიანებს ეყრდნობა BBC, ეს უკვე ტრაგიკული მოვლენაა და არჩეზე არც ხერს კომენტარს. ნახეთ, რომ ამ ჭორიკანა ქართველების მონათხრობზე აწყობილი სიუჟეტი, როგორც კი საქმეზე მიდგა, ყველამ, გამოიჩინა, ასე თქვა, სიმხდალი ამ მხრივ და დაიწყო გადათქმა თავისი კომენტარებისა, ჩვენებისა და არეულობდნენ, რომ სახელმწიფო ამას სერიოზულად შეხედავდა. გამოძიებაც დაიწყებოდა, ეხლა ყველამ კეთილი ინებოს და მისცეს ჩვენებები გამოძიებას და გამოვლინდება ვინ არის მართალი, რა არის სიმართლე, რა არის ტყუილი, ვინ რას იცილს სამებს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ატარებს გამოძიებას BBC-ს მიერ გავრცელებულ საგამოძიებო მასალასთან დაკავშირებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 319 და 333 მუხლებით და ამ გამოძიების ფარგლებში დღის განმავლობაში სახელმწიფო უწყებაში იბარებდნენ მათ შორის იმ პირებს, რომლებიც ფიგურირებენ BBC-ს საგამოძიებო მასალაში, მათ შორის არის ექიმი კონსტანტინე ჩახუნაშვილი, რომლის კვლევაც არის მაგალითად მოყვანილი BBC-ს მასალაში, ასევე მისი ძმა თათა ჩახუნაშვილი და ასევე თათა ხუნდაძე, რომელიც არის პარტია დროას წევრი და გუშინის Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერდა იმ ეფექტის შესახებ, რაც და იმ სიმპტომების შესახებ, რაც მან მიიღო გასული წლის საპროტესტო აქციების დაშლის დროს. მართულ პარტიას გეტყვით, რომ BBC-ს წინააღმდეგ აქვს შეტანილი სარჩელი, სადაც ის ედავება თითქოს და ბრიტანულმა სამაუწყებლო კორპორაციამ ამ საგამოძიებო მასალით ჩირქი მოსთხო, როგორც ამბობენ საქართველოს მთავრობას, საქართველოს შინაგანსაკუთრების სამინისტროს და ასევე ქართულ საზოგადოებას და იმის შესაბამის უწყებებს, რომლებიც მათ შორის ფიგურირებდნენ საპროტესტო აქციების დაშლისას. BBC-ს კი მმართველი პარტია უწოდებს პროპაგანდისტულ ერს, რომელიც ეგრეთ წოდებული Deep State-ის გავლენების ქვეშ იმყოფება.